ეს რეიკია, რომელიც კამერით დააფიქსირეს. ასეთივე არსება საქართველოშიც გადაიღეს. როგორ იყურება შეხა? და მეტიც, ერთ-ერთ სოფელში მასზე ნადირობაც კი იყო გამოცხადებული. ამ ვიდეოში კი მე ვეცდები, ეს არსება კამერით დავაფიქსირო. მოკლედ ჩამოვედით კუმიში, სადაც 2014 წელს აქ სოფელი იყო ძალიან პანიკაში, რადგან აქ ამბობენ რომ იყო რეიკი. დღეს მოკლედ მოვინახულებთ სამ ადგილს, სადაც შესაძლოა რომ რეიკი დავაფიქსიროთ კამერით. ამ ყველაფერში კი ჩემი მეგობარი დამეხმარება, რომელიც კუმიში ცხოვრობს. ალბათ გეცნობათ სხვა ვიდეოებიდანაც. ხო, რაღაცა რო აშინებდა ამ ხალხს ფაქტია, გია ჯაჯანძის შოუში ჩანს ამ ადგილას როგორ დარბის ხალხი და ეძებს რეიკს, რომელიც აწიოკებდა ამ სოფელს. ორი კვირაა კუმისელები დღე-დაღამე მასზე საუბრობენ. გარეთ მამაკაცები ათენებენ, ოჯახში კი ქალები და ბავშვები. ჯერ აღარ ამეჭერა, დღეს გიჩულის ვიცავ რა. და მე ჩემ თვალით ვნახეს მო რა. გადახტება და გარბის. მაისმოდა. მე დედა ჩემმა და აქ მეზობლის ქალმა დაინახეს, იქითკენ გარბოდა, ვიღა ჩავებს ჩაცმული კაცი. 2014 წელს აქ დიდი პანიკა იყო. ამ არსებას შეერაღებული ეძებდნენ. ამ ვიდეოში ჩანს სახლი, სადაც ამბობენ, რომ ეს არსება აქ ცხოვრობდა. ჩვენ კი სწორედ ამ სახლში მოვედით. ამ სახლში ყველაზე ესეთი დიდი ინციდენტი რაც მომხდარა. აქ იყო აი როგორი წიოკი, იცი? ხალხი შოდგანებით მართლა და გამოვიდა ფამფით იყო ვიღაც გამოსული და ვიღაცა. ამ სახლში დაფიქსირდაო, ასე თქვეს, რომ ამ სახლში არისო რეიკიო და ჩვენ უნდა დავიჭიროთ აუცილებლად ეს ჩვენი რეიკიო. კონკრეტულად ამ სახლში იყო დაფიქსირდა. არ ვიცი ვინ დაინახა, იმიტომ რომ ეს სახლი მიტოვებული იყო. მას შემდეგ გავიდა დიდი ხანი, განვლო დიდმა ხანმა და აქ ხალხი გადმოსახლა და როგორც ხედავთ რემონტი დაიწყეს და ზევიდან გადააფარეს რაღაცები ხედავ. აქ ვინმე თუ ცხოვრობს, არ ამგონია რეიკი დავაფიქსიროთ, ამიტომ დრონს აუშვებ, შეუშვებ შიგნით და ხო, შიგნით არ ამგონია ლეგალური იყო ჩვენი შესვლა, ხო? ხო, არა, შიგნით შესვლა ნამდვილად არ მინდა, სიმართლე რო გითხრა. გადაწყვიტე რომ ამ სახლში უბრალოდ დრონი შემეშვა და თუ რაიმე საეჭვო იქნებოდა, დამეფიქსირებინა, თუმცა რა თქმა უნდა, აქ არაფერი იყო. აი, მოკლედ გადავინაცვლოთ ახლა მეორე ადგილას, სადაც შეიძლება დავაფიქსიროთ რეიკი. ახლა მივდივართ ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში, სადაც შესაძლებელია რომ იყოს სხვაგანაც წავიდო და თუ არა მიტოვებულ სახლში რეიკი, მანდამაც დასახლებული პუნქტები არ მოსწონს. ჩემი აზრით და მიტოვებული სახლი ერთი 70 წლის იქნება დაახლოებით და ვედით მეორე ადგილას, სადაც შესაძლებელია რომ დავაფიქსიროთ ეს რეიკი. ნახე ეს თავის ქალა რაღაცის. არ ვიცი. რაღაცის თავის ქალა აშკარად. თლად კაი აურა არა აქ ამ სახლს. სახლი ძალიან ძველია აშკარად. რაღაცა ხმაო. ძალიან ძველი სახლია ეთყობა. აქ მაშინია შესვლა, იმიტომ რომ არ ჩამოწყვეს ეს. აი ნახეთ როგორაა ჩამოგრეული აქ. შესვლა სარისკოა ძალიან რა. აი ასეთი ძველი სახლია. აქ ვიღაცას მოწყობილი აქვს ოთახი ძმაო. ვიღაცა აქ აშკარად აქაც ვიღაცა ბირჟაობს ხოლმე, არ ამგონია ცხოვრობდეს, მაგრამ თვითონ შენობა ძალიან საშიშია, რომ შეიძლება წუთი-წუთზე ჩამოინგრეს ისეთი, ამიტომ დიდხანს არ გავჩერდები. ხო, აქაც ვერ ვიპოვე რეიკი, იქ ვიღაცა. რაღაცა ხმებია ხოლმე მეგობრებო. აქაც ვერ ვიპოვე რეიკი, მაგრამ ვიღაცა აშკარად აქ ცხოვრობს ხოლმე, იმიტომ რომ ფეჩიცა ყველაფერი მოწყობილია შიგნით, მოკლედ კეთილი მოწყობილია, აქ რეიქს მგონის სახლი. ხო და აქ არ ამგონია დაბრუნდეს საწი. არის ბურბულატორიც იყო რა იცოდა. შეიძლება მწეველი რეიკი იყო აქ. მოკლედ ახლა გადავიდეთ მესამე ადგილას, სადაც ყველაზე დიდი შანსია იმის, რომ დავაფიქსიროთ რეიკი და იმედი მაქვს დავაფიქსირებ.
მოკლედ მსგავსი არსებები ყოველთვის იყვნენ წიგნებში თუ სხვადასხვა მოთხრობებში, ფოლკლორში ყოველთვის იყო. საქართველოში კონკრეტულად მსგავს არსებაზე არ მოიძიება ინფორმაცია, მაგრამ ეს არსება როგორც აღწერენ ადამიანები ძალიან გავს skin walkers, რომელიც 1800 წელს, 1800-1900 წლებში ხშირად მოიხსენიებდნენ წიგნებში ძველი ამერიკელი ტომები და ამის შესახებ აუცილებლად გეტყვით პატარა ისტორიას თუ როგორ შეიქმნა ეს არსება. ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში, განსაკუთრებით ნავახოს ხალხში, შამანობა და ჯადოქრობა უძველესი დროიდან არსებობდა. თითოეულ ტომს ყავდა მკურნარი, რომლებიც ბუნების ზალებს და სულებს იყენებდნენ ადამიანების დასახმარებლად. მაგრამ ლეგენდის თანახმად ზოგიერთმა შამანმა გადაუხვია ამ გზას და დაიწყო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ასეთებს ნავახოები ეძახდნენ ინა და ლუში, რაც ნიშნავს ისმიდის 4-ზე. ამბობენ, როდესაც შამანი კარგ მიზანს ტოვებს და გადადისცემენ მხარეს, მან უნდა ჩაიდინოს საზარელი ცოდვა და მოკლას თავისი ოჯახის წევრი. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს ის ძალას, რომ გახდეს skinwalker-ი. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღაური, ამის შემდეგ ამ არსებას არ შეუძლია ორფეხზე სიარული და გადაადგილდება როგორც ცხოველი. სწორედ მსგავსი ტიპის არსება დააფიქსირა კამერით ერთ-ერთმა ქალბატონმა ზემო აჭარაში, სადაც წინა წელს აქაც დიდი პანიკა მძვირვარებდა სოფელში. შეხები სადა ამოსულ. დამოთ. ხომ გამოდი აქე. როგორი ყურება შეხები? აი. აშიაშინო. შეხები როგორ აქვს? და როგორი სახია? ყურება თვალე. და შეხები ხელს როგორ აკანავებს? ვაიმე. ვიღე. მეორე გაუთლიჩე. ებიჩო აგერა ებიჩო. კეკიდე ადრი. გაჩე გინოთო. აგერა ბიჭო ამევიდო. აგერა ამევიდო. ეზოსია ესროლე მონაპოს. არეკე სასმეხო გავა. ტარეკე დაიდა იმაში. რარმეში. ესროლე. ალე მან ამასობაში კი მოვადექით მესამე სახლს, სადაც ყველაზე დიდი შანსია რომ დავაფიქსიროთ რა იგი. ესეთ ადგილას მოვედით. საშიშად კი გამოიყურება ისე აქაურო. აქ სასაფლაოა. ხო სასაფლაოა ეს. ვიღაცის სასაფლაოა აქ. და შემდეგ იქით არის უკვე სტანგრეული შენობა, სადაც შეიძლება იყოს ეს არსება. გარემო საშიშია მართლაც რომ მაყომ მდგომარეობაში ეს სახლიც არაა. აქ ისოსებია, მოდი. ეს მეშინია რო არ ჩამოინგრეს ისეა. აქ ნახეთ როგორი ძველებური ესა. აქ ჩამოშლილია. აქ ჩამონგრეულია ყველაფერი. და მეორე სართულია, რომელშიც ასულა ძალიან საშიშია. მოდი აბა მეორე სართულზეც ვნახოთ. ისეთი არაფერი არაა, რომ აღინიშნებოდეს აქ რეიკის ყოფნა. просто უბრალოდ ძალიან საშიში ისაა შესასვლელად, რა მეშინე რო არ ჩამომინგრეს. აშკარად აქაც არა რეიკი. მოკლედ თქვენ თუ გჯერათ რეიკის არსებობას, დაწერეთ კომენტარებში, მე გემშვიდობებით შემდეგ ვიდეონთ.